სურათზე რა ხატია? სახლი მართალი ხარ. მინდოდა შემექმნა სოციალური საწარმო, რომელიც მოემსახურებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს. და მათ მშობლებს, ვისაც არ ქონდა შესაძლებლობა მიეღო ინფორმაცია ამ პრობლემებს როგორ გამკლავებოდა. თუმცა იდეა დარჩა იდეად და მე შემდეგ ეხლა გამიჩნდა შესაძლებლობა რომ ეს იდეა განმეხორციელებინა, რადგან გამოჩნდა პროექტი. ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ და ეს მშობელთა სკოლის პროექტი შედგა. სოციალურ საწარმო ჯადოსნურ ოთახში შესაძლებელია ქცევითი თერაპიის, ფსიქოლოგის კონსულტაციის და მეტყველების თერაპიის სერვისის მიღება. ასევე შესაძლებელია ჩვენთან ოქროს სტანდარტის აუტიზმის სასკრინინგო ინსტრუმენტით ბავშვის შეფასება, რომელიც ადგენს აუტიზმის სპექტრის დარღვევების არის თუ არა ბავშვის შემთხვევაში გამოვლენილი. ჩვენთან კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ იმის მიხედვით, როგორ არის საჭიროება გამოკვეთილი, მოდიან სპეციალური საჭიროების მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომელსაც აქვთ სხვადასხვა ტიპის განვითარების დარღვევები და იღებენ ქცევის თერაპიის სერვისს, ან მეტყველების თერაპიის სერვისს და ჩვენთან უტარდებათ ასევე სხვადასხვა საკონსულტაციო სერვისები და შეფასება იმის მიხედვით, რა საჭიროება იკვეთება ხოლმე. ასევე მოგმართავენ მშობლები კითხვებით. ამის შემდგომ ჩვენ ვახდენთ ან ჩვენი სერვისების შეთავაზებას, ან ვამისამართებთ ისეთ დაწესებულებებში, სადაც კვალიფიციურ სერვისებს მიიღებენ. ჩემს აქ რაღაცა სწავლის შედეგი და იყვარხარ. შესაძლებლობა მიეცება ჩვენთან მოსულ ბავშვებს გაიარონ ADOS-2 აუტიზმის სასკრინინგო ინსტრუმენტით შეფასება, რომელიც ავლენს აქვს თუ არა ბავშვს გამოხატული აუტიზმის სპექტრის დარღვევა. ჩვენთან თერაპიები ინდივიდუალურ საჭიროებებზე არის მორგებული, ბავშვებს თავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ თერაპიებს. სამომავლოდ იგეგმება გაფართოება, ვინაიდან ეს ფართი ამ ეტაპზე რამდენ ბენეფიციარსაც უწევს მომსახურებას, სამომავლოდ აღარ იქნება საკმარისი და ამიტომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ასევე სხვადასხვა ფართების მოძიება, რომელშიც ანალოგიურ, ხარისხიან და მრავალფუნქციურ სერვისს შევქმნით. ქცევითი თერაპია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა ბავშვის ცხოვრებაში, ჩართულობაში, რადგან ეს თერაპიები მიზანმიმართულია იმაზე, რომ განახორციელოს ბავშვისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარება. იქნება ეს სოციალური, სამეტყველო უნარები თუ ფუნქციური უნარები. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ,